საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორისა ყოვლად სამღვდელო მღვდელმთავარნო ღირსნო მოძღვარნო დიაკონნო ბერმონაზონნო ხელისუფალნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანა მემამულენო აჰა ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს და უწოდებენ მას სახელად ემანუილს რაც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი დგება დღე შეუდარებელი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად ბეთლემის ერთ მიტოვებულ პირუტყვის თავშესაფარად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა ენით უთქმელი სასაულია იშვა ემანუელი. მანამდე ღმერთი კაცობრიად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არადროს მომხდარა და არც მოხდება. ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისთვის გზის გამკვლევი. ეს არის დღეუფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა. გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება წაერთმევა კვერთხი იუდას ვიდრე არ მოვა ის მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა რაც გულისხმობდა იმას რომ როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან მაშინ მოევლინებოდა ზეციური მეუფე მართლაც რომის იმპერიაში მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს, უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს სამცნო იესოს შობა. ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალ ათასწლიანი მოლოდინის შედეგი. ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისაგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც. დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისათვის და აი დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან მოევლინა ამ ქვეყანას ნათელი სოფლისა, რომლისაგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა. მოევლინა რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშლანი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება. მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით გადარჩება. მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. რას გულისხმობს უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები. სინერგიისაკენ, ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისკენ.
ანუ იმისკენ რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, ყველაფერი სხვა კი მასთან შედარებით ამაოებაა. ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის ჩვენი შესაძლებლობისამებრ შეცნობა. ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს. ასევე ყოვლად აუცილებელია თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან. ეს აუხსნელი ადამიანური ლოგიკისთვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი ან სხვა რამ შემთხვევა გამოგაფხიზლებს. თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესრულად შეცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისკენ. დღეს სხვა დროა იტყვის მავანი. ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის რაც ადრე იყო მისაღები და მოსაწონი თანამედროვეთათვის მოძველებულია და არაფრის მომცემი. მართლაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული. თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდებით. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს და იგი ჩვენი აზრით მხოლოდ ერთია. ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინა პლანზე წამოიწვიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დაახლოვებს. ზე ადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა. სიცოცხლე ან სიკვდილი. ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამიანის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლის მომცველი ნაბიჯი მანამდე არ ჰქონია გადასადგმელი. აირჩიეს სიცოცხლე, მოგვიწოდებს მოციქული. მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს ცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალ ზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფეველის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ყოფობდეთ. ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის წამთ, არ ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების. ამასთან მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამ ქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას ხშირ შემთხვევაში არ ერიდებიან. მაგრამ მორწმუნენი ვარ თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამ ქვეყნიური ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა. მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ ასევე წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას, რატომ დავიბადეთ, რატომ მკვდებით, ვინ მოგვცა სიცოცხლე, რა არის იგი, რისთვის ვართ მოწოდებულნი. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.
ბიბლიის პირველივე თავიდან განცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე. მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული, ბრძანებს მაცხოვარი. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. წყალობით მდიდარმა ღმერთმა შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად და ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე, კითხულობთ ახალ აღთქმაში. სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეში არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული. ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან გულის თქმა ხორცის, გულის თქმა თვალის და ამპარტავნება ამ ქვეყნისაგან მომდინარეობს და უფალთან კავშირი არ აქვს, ამ წესით ცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, ღმერთ და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან. უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, უნდა დავძლიოთ ის გაუგუღმართებანი ადამიანის დაცემის შემდეგ, რომ შევიძინეთ. ღმერთთან მიახლოებაში მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება. აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს, როგორც სხეულს და სხვა ორგანო და ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია. სულის თვისებაა მაგალითად განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი უნარი, სირცხვილის, მორიდების, თამდაბლობის გზნობა, სიმართლის მოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული. ისინი ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენ შინაგან ადამიანს ქმნის. ცოდვით შებრალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი არის ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა. ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს. ეს რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და ძირითადად აქ იყრის თავს ჩვენი შინაგანი განცდები. რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა. გულში დამგზნობელობითობა ევლინდება, თუმცა რასაც ადამიანი გზნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს. და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ, გონებისა და გულის გაერთიანება, გონების ჩასვლა გულში და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ, არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება. წმინდა მამები წერენ, ძირითადად 4 რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება. ძირითადად ასევე 4 რამ ვნებს მას: მოყვას სიძულვილი, შური, განკითხვა და მკვლელობა. საერთოდ გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდანთა ცხოვრებასა და მათი დარიგებების კითხვით. გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა ჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.
უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სადნოა ღვთისათვის. ძველ პატერიკში წერია, ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა, რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? თქვენ ეს არ მოგწონთ? კითხა უფალმა. რა თქმა უნდა არა, იყო პასუხი და მიუგო უფალმა. მაშ რატომ მომობთ? რატომ ბოროტ მოქმედებთ? განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე. მართლაც ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევანის შედეგია. რაოდენ უკეთესი იქნებოდა ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის. მაცხოვრის მოვლენები თითოეული ჩვენგანის დაბადების უდიდესი აზრი მიენიჭა. რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა მიეცა საშუალება თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამ ქვეყნად შობა აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში თავისი შობის განმსაზღვრელად. ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და ბედნიერების მომნიჭებელი. ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემად და წარდგომად წარმატებაც და წარუმატებლობაც მონაცვლეობენ. თუ დიდი ტკივილი განსაცდელი შეგვხვდათ, ადამიანთა ბოროტების, ტრობის, შურის, ღალატის ხერხმლი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს როგორც თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაყურნებელი წამალი. მიიღეთ როგორც თქვენგან გასავალი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად დასრულდება, თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგან ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი. მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით. მართალია მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არ შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. თავარია სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ. ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენ სულიერ შვილებს, რომ შეიწყალოს ისინი დააცხონოს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ ცხოვრებ თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის. ჩვენ ღვთის განგებით ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის სადიდებლად ურთიერთარ სიმძიმე ვითვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი, უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა ნიშნულოვანია. ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური მე ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენ ცოდვებს, არასწორ საქციელს. ამასთან საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს, ხშირად კი საერთოდაც ვერ ვხვდებით ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა.
ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისათვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თვითონმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება, დაისახეთ ეს მიზნად. გაუფრთხილდით დროს, დრო ძალიან ძვირფასია. თუ მისი საშუალებით ცხონებას მოიპოვებთ, დაკარგულ დროზე დასანანის არაფერია. თუ იგი წარწმედის მიზეზად გვექცევა. არ დავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია. ხშირად იგი სრულ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ. სწორედ მოიქცევი, თუ შეძლებ იაზროვნო ისე, დააკეთო ის, რაც მარადიულ ცხოვრებისაკენ იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე. იგი ამხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში სოდომში ცხოვრობდა, მაგრამ ფულფლის მცნებებს არ ღალატობდა. ამას შენ შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს. ზოგ შეუმჩნევლადაც იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღს ხელში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი. შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი. მთელი სამყარო როგორც ცოცხალი წიგნი შენ წინაშია გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმინდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემ მშობლი ყრმა იესო თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს. აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა. ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩეჩენო, ჩერქეზნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, იხარებდით, რამე თუ გამოჩნდა დღეს ხორცით. აქებენ მოგვნი, წყემს თათანა გაკურებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოსთა გუნდთა თანა. ჩვენც ანთებული სანთლებით კრძალვით მივიახლოთ მას და სიხარულით ღაღატყოთ. დიდება ძალსა შენსა, ხსნელო ყოველთაო. დიდება და მადლობა შენ და საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო. დიდება შენ და სამებაო ჩვენო. დიდება დიდო მღვდელმთავარო, მეუფეო და ღმერთო ჩვენო. სიყვარული თქვენთვის მარად ჟამს მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შობა ქრისტესი, თბილისი, 2021-2022 წლები. წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ჩვენთან ართ ღმერთი, გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცხადა ქვეყანა ზეიმობს. დღეს ცხადა ქვეყანა გალობს საგალობელსა. დიდება მაღალთაში და ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის ადნოება. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა.
და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიფარავს ჩვენ. არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. კეთილი გაიმარჯვებს. დაგოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელს შინა, საკავოს და საიქიოს. დაგოცვილი და გახარებული, გამყოფოთ მამაზეც. ჩვენთან არის ღმერთი.